მუსიკა ცხრის ნახევარზე სტუდიაში სოფო ცერცვაძე მუშაობს. რუსთავის საკრებულომ დღეს მორიგის ხდომა გამართა შეხვედრაზე ის პროექტები განიხილეს, რომელიც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. მიმდინარე წელს რუსთავში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი ჭყონდიძელის დასახლებაში დაგეგმილი გზებისარეაბილიტაციო სამუშაოებია. ხდომაზე დღეს ჩემი კოლეგა თამარ ლოლაძე იმყოფებოდა, რომელიც თემის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მოგესალმები თამარ. მოგესალმები სოფო. დიახ, დღეს საკრებულოს ხდომას ქალაქის მერი დავით ჯიქია ესწრებოდა. როგორც მან განაცხადა, მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ ამიტომ ჭყონდიძელის დასახლებაში გზების რეაბილიტაციას 2 მილიონ ლარამდე დასჭირდება. 30 წლიანი პრობლემა, რომელიც ჭყონდიძელის დასახლების მაცხოვრებლებს აწუხებს, უახლოეს მომავალში გადაიჭრება. გზები, რომელიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა, სრულად რეაბილიტირდება. ამისთვის კი 1.600.000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ჭყონდიძელის დასახლებაში 1.600.000 ლარის გზების რეაბილიტაცია მოხდება და ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად და ქალაქის მერმა საკრებულოზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში იქნება ზუსტად ჭყონდიძელის დასახლება. 30 წელია ვცხოვრობ აქა და აი ეს გზის პრობლემა მოდის და მოდის იმ თავიდან. ანუ გზა ძალიან დაზიანებულია, არ მოდის მძღოლები, ყოველთვის პრობლემებია, წყლის მილების გაყვანილობა და დღესდღეობით ეს თავრობა რაც არის ბატონი ჯიქია, გვპირდება ამ ყველაფერს და ჩაისვა გეგმაში გვეუბნებიან, ძალიან კმაყოფილები ვართ. ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის და გვიქმნიდა, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ძალიან ბევრი გზები კეთდება. ხარული ვართ, იმიტომ რომ აღარ არის ის სიბინძურე რაც იყო და ბევრი გზა შეკეთდა და კიდევ უნდა შეკეთდეს. ჭყონდიძელის დასახლების გარდა რუსთავში გონაშვილის, ტაშკენტისა და ჩერსკასკის კუჩების რეაბილიტაციაც მოხდება. როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ასევე მოხდება საბავშვო მოედნების მონტაჟიც. პირველ ეტაპზე ხელმოწონებული იქნა დამატებითი პროექტები, სადღაც თუ არ ვშտები 2 მილიონი, სულ ჯამში არის ამ ეტაპზე 7.300.000 პროექტები, რომელიც პირველ ეტაპზე დაიწყება. ამ ეტაპზე აქცენტი ძველი რუსთავისკენ იქნება აღებული. რაც შეეხება ბავშვთა მოედნებს, ეს იყო შარშანდელი შეპირება და ვთქვათ 60 კომპლექტიდან მხოლოდ 13 განახორციელა, დანარჩენზე თანხები დაგოკვდა, შესაბამისად 47 მოედანი წელს თანაბრად გადანაწილდება 10-ივე სამ მაჟორიტარ ოლქში. როგორც დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე გახდა ცნობილი, მიმდინარე წელს აღმაშენებლის გამზირიდან დავით გარეჯის 2 ნომრამდე ტერიტორიაზე განათების მოწყობა მოხდება. ასევე განათდება ეგრეთ წოდებული ახალი და მშრალი ხიდი. დამატებით კიდევ შემოვიდა 1.687.000 ლარის პროექტი. ეს ითვალისწინებს გონაშვილის ქუჩის გზებისარეაბილიტაციო სამუშაოებს. შესაბამისად წლებია უკვე ეს პროექტი, რომელიც არ განხორციელებულა და მოსახლეობის აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე, მე-20 მიკრორაიონისა და 21 მიკრორაიონის დამხმარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროექტის შესრულება. დამატებით არის კიდევ ახალი ხიდის მხრიდან გარეჯის 2 ნომრამდე გარეგანათების მოწყობა, მათ შორის ნაგულისხმებია 2 ხიდი. შესაბამისად ამ 2 ხიდის განათებაც მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ საკრებულოს ხდომაზე კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილეს და მოიწონეს, რომლისთვისაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 9 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს. დღეს საკრებულოს ხდომაზე სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა განიხილეს, კერძოდ სოციალური პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დღის ცენტრებს მოხუცებულთა თავშესაფრის მობინადრეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და რუსთავში მცხოვრებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახებს სადღესასწაულო დღეებში საჩუქრები გადაეცემათ. პროგრამისთვის 35.000 ლარამდეა გამოყოფილი. ის განმავლობაში 4 დღესასწაულზე, კონკრეტულად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 3 მარს თეთრ დღესთან დაკავშირებით, 1 ივნის, რომელიც არის ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე და ასევე ახალ წელიწადს, სოციალურ დაუცველობის მრავალშვილიანებს, დღის ცენტრებს, უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს და მოხუცებულ სახლს და კიდე გარკვეულ დაწესებულებას დაურიგდებათ ტკბილეული და საჩუქრები თვითმმართველობისგან. დღევანდელ ხდომაზე კიდევ ერთი სოციალური პროგრამა განიხილეს, რომელზეც ვრცელ სიუჟეტს ხვალ შემოგთავაზებთ. პირდაპირ ეთერში თამარ ლოლაძე საუბრობდა. დათხრისხვა ახალი ამბები ნინობის დღესასწაული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსამგორში დღეს განსაკუთრებულად აღნიშნეს. დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს ადგილობრივებთან ერთად ქვემო ქართლის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ვრცლად მარიამ სოლოღაშვილი გიამბობთ.
დღეს ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეა. დღეს ესწაული ისევე როგორც მთელს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნეს სოფელ ახალსამგორშიც. ღონისძიების ფარგლებში მრევლმა და მოწვეულმა სტუმრებმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი მოილოცეს და დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რეგიონში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოსახლეობას ნინოობა სიმბოლურად ახალი სამგორიდან მიულოცა. ახალი სამგორის მოსახლეობის სახელი მთლიანად ქვემო ქართლს და მთლად საქართველოს ულოცავ წმინდანის, ჩვენი წმინდანის, წმინდა ნინო განმანათებლის დღეს კულტურა, მეცნიერება და ის დარგები, რომ ხელოვნება იქნება პრიორიტეტული ქვემო ქართლში და ვფიქრობ ეს შექმნის სწორედ იმ საფუძველს, რასაც ქვია განახლებული ადამიანი, განახლებული ხვალიდელი დღე და განახლებული ქვემო ქართლი. დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ბეთანიამ და ახალი სამგორის თვითშემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს. ღონისძიება სოფლის კულტურის სახლში გაიმართა, რომელიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ საკითხით დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელიც დაინტერესდა. სპეციალურად ამოვედით ამ კულტურის სახლში, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რომ დავანახოთ მოსახლეობას სად მოვედით და რის გაკეთებას ვაპირებთ. ულოცავთ მთელი მუნიციპალიტეტის სახელით, მთელ ჩვენს რაიონში მოსახლეობას დღევანდელ დღეს, ნინოობას. ამ სოფელში არის წმინდა ნინოს მოქმედი ეკლესია და გადავწყვიტეთ სახალხო დღესასწაული აღვენიშნა ახალ სამგორის სოფელში. მოვიწვიეთ გუბერნატორი, გამგებელი და ვცდილობთ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ ამ სოფლიდან და დავიწყოთ მშენებლობა და აღმშენებლობა. წმინდა ნინო შეეწიოს, წმინდა გიორგი შეეწიოს და მთელი სალოცავი ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ორი ეკლესია გვაქვს ჩვენ. ერთი არის წმინდა ნინოს ეკლესია და მეორე წმინდა გიორგის ეკლესია და ვისურვებ, რომ ყველაფერი იყოს უკეთესად. ნინოობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. გარდამდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სასკოლო ინვენტარის შეტანა რუსთავის საჯარო სკოლებში დაიწყო. სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში დაახლოებით 3000-მდე ინდივიდუალური მერხი რუსთავის სკოლებში ეტაპობრივად გადანაწილდება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებით კიდევ 4000 მერხი სჭირდება. მე-16 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც ახალი სასკოლო ინვენტარის შეტანა ხორციელდება. რამდენიმე დღეში ძველ მწყობრიდან გამოსულ საწარმაგიდებს ინდივიდუალური თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მერხები შეცვლის. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მაგიდების რაოდენობა საკმარისი არ არის. 86 მერხი მე-16 საჯარო სკოლაში პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ გადაჭრის. საჭიროებს ძალიან ჩვენი სკოლა მერხების სულებას, იმიტომ რომ იყო ორადგილიანი მერხები ამ დროისათვის, ეს მერხები საკმაოდ ძველი დროიდან მომდინარეობს. პრაქტიკულად დაწყებითი საფეხური ჩემთან შევსებულია, მაგრამ ძალიან საჭიროებს საშუალო და საბაზო საფეხურზე. ამ ეტაპისათვის მოწოდებული რაოდენობა არ აღმოფხრის მთლიან პრობლემას, თუმცა ნაწილობრივ დააკმაყოფილებს. რუსთავის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ამ ეტაპზე 7000-მდე მერხის შეცვლა საჭირო. ადგილობრივი რესურს ცენტრის ინფორმაციით კი სამინისტრო ქალაქის საჯარო სკოლებს დაახლოებით 3000-მდე მერხით აღჭურვას გეგმავს. თუმცა შესაძლოა ეს ციფრი წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს. საუბარია 3000-მდე მერხზე, თავის კამთან ერთად, რა თქმა უნდა. სკამები იქნება სკოლებში შეტანილი აწყობილ მდგომარეობაში, ხოლო მერხების მონტაჟი უკვე შეტანიდან მეორე დღეს დაიწყება. ამ ეტაპზე სკოლების ინვენტარით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში რუსთავში მოქმედ 26 საჯარო სკოლიდან სასკოლო ინვენტარს 23 სკოლა მიიღებს. მერხებთან ერთად სკოლებში საწერი დაფების შეტანაც იგეგმება. პროექტის პირველი ეტაპის დასრულებას ქრონიკის გადამღები ჯგუფი დააკვირდება. დადგის სხვა ახალი ამბები მერის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი სკოლების თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. სასოფლო მოსწავლეებთან დისკუსია თემაზე სამართლებრივი სახელმწიფო გამართა. შეხვედრაზე მომხსენებლებმა თემასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს, რის შემდეგაც უკვე დისკუსია გაიმართა. ეს თემა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვა თემებზეც დისკუსია. ამჯერად ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ ამ თემით, რამე თუ როდესაც ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ მოსწავლეებს შორის, თვითმმართველობის თავმჯდომარეებს შორის,
ყველაზე დიდი, თქვათ, პროცენტი მიიჩნევდა, რომ ამ თემით უნდა დაგვეწყო დისკუსია. დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოებაში და მოსწავლე ახალგაზრდობაში კონკრეტულად ის თვითშეგნება, რაც არის სამართალთან მიმართებაში, სახელმწიფოებრიობასთან მიმართებაში და ეს შეხვედრები გაგრძელდება ციკლობრივად სხვადასხვა სკოლებთან. ქალაქში გზებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის ეზოების პროფილის მოწყობა თბილისის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების შიდა ეზოებში მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე ძველი ასფალტის საფარი უკვე მოიხსნა. ეზოს პროფილის მოწესრიგების შემდეგ კი ეზოებში ახალი ასფალტის საფარის დაგების პროცესი დაიწყება. 3800 კვადრატული ფართით 14568 ლარის ღირებულებით. დასრულდა სამუშაოები ტაშკენტის 5 ნომერში. ასევე სამუშაოები განახლდება თავგორაშვილის ქუჩაზე დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში. მოასფალტება დაიწყება დაახლოებით 28-29 რიცხვიდან. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ტრენინგი გამართა. ადგილზე იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებაზე მიეწოდათ ინფორმაცია. ტრენინგი მიზნად ისახავდა დევნილ მოსახლეობაში ამხანაგობების ჩამოყალიბებასა და მათი ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას თვითმმართველობასთან და სახელმწიფო უწყობებთან. ჩვენ ყავს საზოგადოება, რომელიც ჯერ არ არის ამხანაგობის ესე ვთქვათ წევრი და არ არის მათ საცხოვრისში ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა დაარსებული. თუმცა ესე ვთქვათ წინასწარ ვახდენთ თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს დაკანონებას, ანუ იმ ფართების დაკანონებას, სადაც ისინი ცხოვრობენ. ანუ რა ესე ვთქვათ გამოწვევები ელით წინ. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მიცოდეს თუ რა არის ამხანაგობა, როგორ უნდა გახდეს მისი და ეს რომ აუცილებელია და ვალდებულია ყველა მოქალაქე რომ მიიღოს ამაში მონაწილეობა. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ გულადაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. ჩემპიონატი 2000-2003 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის შედგა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს რუსთაველმა მოჭიდავეება. 47 კილოგრამწოვით კატეგორიაში ჩემპიონი ბექა გურული გახდა. 50 კილოგრამში კი ლუკა გობეჯიშვილმა ბრინჯაოს медаლი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდა ლუკა გობეჯიშვილი, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა ბექა გურულმა. აღსანიშნავია ის, რომ ბექა გურულს მოუწია ფინალში ძალზე სერიოზულ მოწინააღმდეგეს შეხვედრა, რომელიც მან წარმატებულად დაამთავრა. მომიწია სამი ბრძოლა. ნახევარფინალში ძალიან გამიჭირდა. ფინალში უფრო მაგრამ 19-ით რვა აშკარა უპირატესობით მოვიგე. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის მეტალურგი მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს. რუსთაველმა ფეხბურთელებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. მეტალურგმა საკუთარ მოედანზე STO-ს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ხედავთ რა შეცდომები გვაქვს, რაზე უნდა ვიმუშაოთ თავისთავად. თუმცა კარგი პოზიტიური მომენტებიც არის. იცით რომ ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დაგტოვა, ზოგს სინჯები აქვს და ალბათ ხვალეზე გადავწყვიტათ უკვე ვინ დარჩება ამ გუნდში. თუმცა მთლიანობაში ნორმალურად ჩაიარა თამაშმა და თამაშით კმაყოფილი ვართ. როგორც შეგვიძლია მიმზადებით, რომ შევხვდეთ ცოტა ნორმალურად ამ წინა საჩემპიონატო მოსამზადებელ პერიოდს. არჩენია გამოჩნდება. სახალხო დამცველის სკანდალურ განცხადებას ავრცელებს უჩან ანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველს ახსნა განმარტებით ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მიმართა, სადაც აცხადებს, რომ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედის ია მეტროველის ლიკვიდაციის სანაცვლოდ მას თავისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა პირდებოდნენ. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხალავა ამ პირს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დაპირდა. ამ მსჯავრდებულის განცხადებით ის ამბობს, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა და შეთავაზებულ თანამშრომლობას დათანხმდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საავადმყოფოში 23 იანვარს ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელები მოინახულა. პოლიციელები ფეხით პატრულირებისას წარსულში მრავალჯერ ნასამართლეობა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პოლიციელები მოინახულეთ სტაბილურია მდგომარეობა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ერთ შედარებით მძიმეა, ალბათ შემდგომში დაჭირდება ოპერაციის ჩატარება. თუ საჭირო გახდა ქვეყნის გარეთ გაყვანა გერმანია იქნება თუ ავსტრია იქნება აუცილებლად გადავიყვანთ და მივხედავთ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლობა ნინო წმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ბულგარეთის 3 მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტზე ამ დანაშაულში მხილებული და დაკავებული იქნა ბულგარეთის 3 მოქალაქე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება კოკაინი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან აქამდე საქართველოში ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ კოკაინი, სამართალდამცველებს არ ამოუღიათ. ახლა კი უცხოეთის ახალ ამბებს გავეცნოთ. უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე შეტაკებების გამო მოსკოვი გააკრიტიკეს გაეროში. ორგანიზაციის წევრებმა სეპარატისტებს საერთაშორისო ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს. როგორც პოლიტიკის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლი მიზანმიმართულად გახსნეს, რის გამოც პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. ამერიკის შეერთებული შტატების 6 შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ნიუ-იორკ ტაიმსის ინფორმაციით, ნიუ-იორკსა და შტატების ჩრდილოეთ აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქს ქარბუქის სახელად ჯუნო ემუქრება. პროგნოზით თოვლის საფარი 90 სანტიმეტრს მიაღწევს. ხელისუფლებამ ნებისმიერი სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აკრძალა. სოციალური ქსელები Facebook და Instagram ჰაკერული შეტევის გამო გაითიშა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით კიბერშეტევაზე თავდასხმა ერთ-ერთმა ონლაინ დაჯგუფებამ აიღო. Facebook-ის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს თუ რატომ გამოიწვია სოციალური ქსელების გათიშვა. დღეს დილით Facebook და Instagram რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო. ახლა კი ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +7 გრადუსი, ღამით -5 გრადუსი იქნება, თეთრიწყაროში +8 იქნება, დღისით ღამით -4 გრადუსი. თმანში +3 დღისით ღამით -10 გრადუსი იქნება, ბოლნისში +10 დღისით ღამით -1. მანაუში +9 იქნება, დღისით ღამით 0 გრადუსი. თბილისში +10 დღისით ღამით -1. გარდაბაში +11 დღამით 0 გრადუსი. რუსთავში კი +11 იქნება, დღისით ღამით -1. ქრონიკა ცხრილის ნახევარზე დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.